შეერთებული შტატების საფონდო ბირჟაზე ფასები მნიშვნელოვნად იცვლებოდა, საბოლოოდ კი სამშაბათის სესიის დახურვისას მკვეთრად დაეცა. დილით აქციების ფასი ოდნავ გაიზარდა, თუმცა მალევე შემცირდა, რადგან პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ჩინეთიდან იმპორტზე 104%-იან ტარიფებს აწესებს. SP 500-ის ინდექსმა თავდაპირველად 4%-ით მოიმატა. ასეთი მატება წლების განმავლობაში არ ყოფილა, თუმცა ვითარება მალევე შეიცვალა და 3%-ით შემცირდა. საბოლოოდ კი 1.6%-იან ნიშნულზე გაჩერდა. Dow Jones-ის სამრეწველო ინდექსი 320 პუნქტით შემცირდა, ანუ 0.8%-ით. Nasdaq კომპოზიტი კი 2.1%-ით. არასტაბილური მდგომარეობა მას შემდეგ შეიქმნა, რაც გლობალურ საფონდო ბირჟებზე მნიშვნელოვანი მატება შეინიშნებოდა. ინდექსები გაიზარდა 6%-ით ტოკიოში, 2.5%-ით პარიზში, 1.6%-ით კი შანხაიში. მიუხედავად გარკვეული მატებისა, ანალიტიკოსები უახლოეს დღეებში ფასების კიდევ უფრო მეტ მკვეთრ ცვლილებას ვარაუდობენ.